მივესალმები ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს, პოლიტიკურ პოსტს ვიწყებთ, მე კი ამ გადაცემის წამყვანი ნუგზარ ხავთასი ვარ. სოფლიომ, რომელიც რამდენიმე კვირა შესაძლო კატასტროფის ზღვარზე იდგა, დღეს ცოტათი ამოისუნთქა. სპარსეთის ყურეში შექმნილი ჩიხური ვითარება მოულოდნელად შეიცვალა. დროებით შეჩერებული ცეცხლი არის თუ არა შანსი დიპლომატიისთვის, ამას 2 კვირის შემდეგ შევიტყობთ. როგორც ტრამპი აცხადებს, ომის ნაცვლად მოლაპარაკებების გზა აირჩია, თუმცა ეს დიალოგის დაწყებას ნიშნავს თუ პაუზას დროის მოსაგებად, ესეც უახლოეს მომავალში გაირკვევა. რამდენად რეალისტურია მხარეებს შორის შეთანხმება, როცა მოთხოვნები პრაქტიკულად შეუთავსებელია და რას ნიშნავს ეს ყველაფერი მსოფლიოსთვის, რომელიც ნავთობ კრიზისის კრიტიკულ ზღვარზე იდგა. ავირიდეთ თუ არა რეგიონში კატასტროფა და დავაღწევთ თუ არა თავს ნავთობის კრიზისს. ამ თემებზე ანალიტიკოს პეტრე მამრაძესთან ერთად ვისაუბრებთ, სტუმართან ერთად კი დაგიბრუნდებით, ეთერში ძალიან მალე დაგველოდეთ. ტრამპმა სპარსეთის ყურეში შექმნილი ჩიხური ვითარებიდან გამოსვლა ცივილიზაციის განადგურების გადავადებით გადაწყვიტა. კონფლიქტის კიდევ უფრო გაღრმავებას, რასაც მსოფლიო გარდაუვალი კატასტროფისკენ მიხავდა, მხარეებმა 2 კვირით ცეცხლი შეწყვეტა და მოლაპარაკებების დაწყება არჩიეს. რა პერსპექტივა აქვს დიპლომატიას, შეთანხმებადია თუ არა გაჟღერებული მოთხოვნები და რამდენად დიდი ხნით ამოისუნთქავს მსოფლიო კრიტიკულ ზღვრამდე მისული ნავთობ კრიზისისგან. დღეს პოლიტიკურ პოსტში. ეთერში ვართ, სტუდიაში მივესალმები პეტრე მამრაძეს, ანალიტიკოს, ჩვენი გადაცემის ერთგულ მეგობარსა და ექსპერტს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, როგორ გიკითხოთ? დიდი მადლობა, კარგად, ეხლა კარგად. ეხლა კარგად, კი ბატონო, ეხლა კარგად, იმიტომ რომ სპარსეთის ცივილიზაციის განადგურებით გვემუქრებოდა დონალდ ტრამპი, თუმცა ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად სხვა სურათი, 2 კვირით შეწყვეტილი ცეცხლი, დროებით შეწყვეტილი ცეცხლი. ახლა ასეთი მოცემულობა. რა დავარქვათ ბატონო პეტრი ამ ქმედებას ინგლისურად წასვლა თუ ჩიხიდან გამოსვლის საუკეთესო გზა? ეს არის უფრო მცდელობა ჩიხიდან გამოსვლისა. ესეთ ბოლო ძალიან მძიმე მომენტში ჩიხიდან გამოსვლის მცდელობა ტრამპის მხრიდან. და აი ის რომ მან ეს განცხადება გააკეთა, მათ შორის უწმაწური ლექსიკით ორმუზის სრუტეს მიმართ და ირანის შესაბამისად ხელმძღვანელობის მიმართ, რომ დაემუქრა, რომ საერთოდ წაშლის ცივილიზაციას, რომელიც აღარ იარსებებს და თქვა კიდევაც დიდსლოვნად, რომ ასას არ უნდა, მაგრამ სხვა გზა არ არის. ეს არის რა თქმა უნდა გაუგონარი რამ, ეს ბლეფია, მე გუშინას ვისაც კი მივწდები და ამერიკა ყველას ვუთხარი, რომ არაფერი არ იქნება მსგავსი ან ტოტალური დაბომბვისა, ან თერმობირთვული იარაღის გამოყენებისა გამორიცხულია, მაგრამ აი მუქარაა. თუმცა საზოგადოებაში იყო პანიკა მათ შორის ჩვენთან გვეში ვკითხულობდი მე Facebook პოსტებს და რაღაცა ღმერთმა დაგვიფაროს და რაღაცა მოლოდინი ქონდა საზოგადოებას, რომ იქ ბირთვული ბომბი ჩამოვარდება. დიახ, და მით უმეტეს რომ მან თქვა, რომ ესე იგი არავითარი გადავადება აღარ იქნება. ან შეასრულა მთელი ეს პირობები კატეგორიულად ულტიმატუმის ფორმით, ან არავითარი აგერ ახლა ვადა დანიშნულია და გამოვიდა მდგომარეობიდან ამ მხრივ. ყველამ უნდა იცოდეს ალბათ, რომ შიგნით კონგრესში, სენატში, წარმომადგენელთა პალატაში ტრამპს აქვს საკმაოდ რთული ასე ვითარება დადგა მის მიმართ და რესპუბლიკელები, მათ შორის ყველაზე ესეთი ტრამპისტები, ერთგულები ახლა იმიჯნებიან, რაც კი შეუძლიათ განსაკუთრებით აი ამ განცხადების იმიჯნებიან, რომ მსგავსი რამე არ ყოფილა ისტორიაში. შეერთებული შტატების არცერთ პრეზიდენტის ისტორიაში არ უკადრებია არც თავისთვის, არც სხვებისთვის აი ესეთი ლექსიკა და ასეთი ფორმა და ასეთი მუქარა. ლაპარაკია, რომ საქმე იქნებოდა უკვე მასშტაბურ დანაშაულთან. არადა შეერთებული შტატების კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ სამხედროებს, ნებისმიერი დონის სამხედროებს შეუძლიათ არ შეასრულონ ზემდგომი პირის ბრძანება, მათ შორის თუნდაც პრეზიდენტი იყოს, რომელიც არის მთავარსარდალი, თუ მიიჩნიეს, რომ ეს არის დანაშაულები. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ეს პრეცედენტი მოხდა პენტაგონში? რა თქმა უნდა, ტრამპა თავიდანვე იცოდა, რომ არავინ ამის შემსრულებელი არ არის. ამაში დავწყებული ვარ და ეს იყო ბლეფი, რა ვთქვათ.
ესე და ეხლა რა არის საინტერესო? მაშინათვე ირანის წარმომადგენლები, პეზაშკიანი პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, სხვები არიან, ანუ ასე ვთქვათ, ელიტა. ზედიზედ აკეთებენ განცხადებას, რომ ეს მათთვის არის ძალიან დიდი გამარჯვება. ჩვენი ხა ველოდებით ხოლმე ლაპარაკები უნდა გაგრძელდეს პაკისტანში. ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები არის ირანისგან და შეერთებული შტატებისგან. მოდი ისრაელი ცოტა ხანი გვერდზე გადავდოთ და ისრაელზეც უნდა ვისაუბროთ აუცილებლად. როგორც ხედავთ ხო, ტრამპი აღარ ითხოვს ამ ჰორმუზის სრუტის ამერიკისთვის გადაცემას. აღარ არის საუბარი რეჟიმის ჩამოშლაზე და ჩამონგრევაზე ხო? იქ ლაპარაკი არის რომ ნუ აი სრუტე უნდა გაიხსნას, ხო, რაღაცა გემებმა გააგრძელონ მოძრაობა და ისევ რაღაცა ამ ირანის ატომური ბომბის ყოფნა ქონა არ ქონაზეა საუბარი. თუმცა ძალიან საინტერესო და აბსოლუტურად განსხვავებული პუნქტები წამოაყენა ირანმა ამ ბოლო პერიოდში. აი ეს 50 წლიანი სანქციების მოხსნა, ამერიკელების და ებრაელების მხრიდან დაბომბილი კომპენსაციის საფრთხე სერიოზულ თანხებზე არის ლაპარაკი. აი როგორ ფიქრობთ, რამდენად შეთანხმებადია ეს ყველაფერი ერთმანეთთან? გამორიცხული იყო შეთანხმებადი, მაგრამ მეორეა საინტერესო. თქვენს თუ არა რომ ესე იგი შევწყვეთ საომარ მოქმედებას ირანელებმა თუ გაჩერდება შეერთებული შტატები და ისრაელი, ხო? და ეს გამოცხადდა, აი ამის შემდეგ იწყებენ ამ განცხადების მაშინათვე კეთდებას, გამომწვევი ფორმით, რომ აცხადებენ პეზაშკიანმა თქვა, თავარი არის აი საგარეო მინისტრმა თქვა, ირანის საგარეო მინისტრმა, თავარი არის რომ ამერიკამ და ისრაელმა მიიღეს ჩვენი ძირითადი ჩარჩო პრინციპები 10 პუნქტიანი ჩვენი გეგმისა. კერძოდ რას ვბრძანეთ? კერძოდ ის რომ გაიყვანოს შეერთებულ შტატებთან საერთოდ ჯარები, მე როგორც მივხვდი და მას შემოწმება უნდა გულისხმობენ მთლიანად არაბული ქვეყნებიდან, სადაც ბაზებია. მეორე, ამერიკამ და ისრაელმა კეთილინებას და მთლიანად აღადგინოს ეს ზარალი და ზარალი არის $100 მილიარდიანი მოგეხსენებათ. თუ ყველაფერს ვიანგარიშოთ, მათ შორის სამხედრო ტექნიკის განადგურება და ასე შემდეგ. აი ეს გააკეთოს და მესამე ვიტოვებთ კონტროლს ჰორმუზის სრუტეზე. კი, გავხსნით და ეხლა სამპირობით არის. ხსნით, იმოძრავონ სავაჭრო გემებმა, მაგრამ ჩვენი კონტროლი იქ იქნება. ანუ ჩვენი კონტროლის გარეშე არაფერი არ მოხდებაო. ეს სამი თქვენს და კიდე 10 პუნქტია. რა არის საინტერესო იცით? აი მათ გამომწვევ განცხადებაზე ამერიკული მხარე დუმს. ხო შეეძლოთ პიარისთვის თუნდაც ან ტრამპს ან ვიღაცას იქ რუბიოს ან სხვას ეთქვათ რომ აი ახლა გაისმის ყოველთ მიუღებელი და არარსებული ასე ვთქვათ ამბები რომ ჩვენ რა თქმა უნდა არც ერთ სადავეთანხმები და ასე შემდეგ. არა, ჩუმად არიან. რატომ? იმიტომ რომ თავარი იყო აი ეს რომ ცოტა ხნით მაინც გაჩერდეს ომი და ეს თავარი იყო შეერთებული შტატებისთვის, არა ისრაელისთვის, შეერთებული შტატებისთვის. რატომ? იმიტომ რომ შიგნით ვითარებაა ცუდი. შიგნით ვითარებაა ცუდი, როცა ბენზინზე ძალიან გაიზარდა ფასები და ყველა ამერიკელს, პრაქტიკულად ყველას მოგესწრებათ ყავს მანქანა. ასე დადია, ხო? ყველა ავზებს შესაბამისად ძალიან ხშირად და ყოველი შევსების დროს როგორ ახსენებენ ტრამპს და ასე ვთქვათ მის საგვარეულოს მით უმეტეს იმ კონტექსტში რომ აი ამერიკას ისევ დიაც ხდით, ხო? რას ხდიდიაც, როცა ჯერ შენია ტარიფების გამო რამხელა ფასებზე რამხელა ზრდა საკვები და სხვადასხვა პროდუქტები და მეორე როცა უკვე ყოველდღე ჯიბეზულ ტყავს პირდაპირ და შესაბამისად დემოკრატების ვთქვათ პოზიცია კონგრესში უკვე აგრესიული რომ ამის მოთმინება აღარ შეიძლება, ხო? ლაპარაკი პირდაპირ იმაზე რომ თავიდანვე ეს იყო დანაშაული, იმიტომ რომ ყველა საერთაშორისო სამართლის ექსპერტი რაც კი მივიდათ ინფორმაცია ყველა აცხადებს რომ დაწყებას დანაშაული იყო, არ იყო, ხო იცით, უნდა იყოს ან დამტკიცებული რეალური მუქარა ქვეყანაში სხვა ძალის შეჭრისა რომელსაც ვერ აიცილებდა უნდა მოქმედო. ან შესაბამისად ესე იგი უნდა იყოს საომარი მდგომარეობა, რასაც ქვია და ასე. ეს არაფერი არ არის. გასაგებია, ბატონ პეტრე, თუ ვინმეს არ აწყობს ამ ომის დასრულება, ეს არის ისრაელი, რომელს ლომის წვლილი აქვს ამ ომის დაწყებაში, ამ ფორმით. თუმცა ჩვენ უკვე
ფართოებია ვადევნებ თვალს თუ როგორ მილიტარისტულ პოლიტიკას ატარებს რეგიონში ისრაელი. ირანის რეჟიმი, ეს ისლამური რეჟიმი ეგზისტენციალურ საფრთხედ რჩება, ხო? ისრაელის ყოფნა არ ყოფნის საკითხი არის. ფიქრობთ თუ არა ამ მოლაპარაკებებში ისრაელი მაქსიმალურად ხელს შეუშლის ამ პროცესებს? რთულია წარმოდგენა, რომ ახლა ხელს შეუშლის იმ პოლიტიკური ვითარების ფონზე, რაც შეერთებულ შტატებშია ტრამპის გარშემო უკვე. დღეს კითხულობდი სწორედ ნიუ-იორკ ტაიმსმა დაბეჭდა როგორ გადაწყდა ამ ომის დაწყება. და გადაწყდა ის, რომ ნეთანიაჰუ ჩავიდა თებერვალში, მეგობრებო 11 თებერვალს ჩავიდა არაჩვეულებრივი ფორმით მიიღო ტრამპმა, იმიტომ რომ შევიდა ნეთანიაჰუ ის რომ ჟურნალისტები ვერ ხედავდნენ მის შესვლას და მაშინათვე ჩავიდნენ სიტუაციურ ოთახში, რომელიც არის ბუნკერში მიწისქვეშ. ასე არ მიუღია არც ერთი სხვა ქვეყნის მეთაური, არც ერთ ამერიკის პრეზიდენტს. იქ შეგროვდნენ, რუბიო იყო ასე ვთქვათ, გაერთიანებული შტატების უფროსი იყო, რამდენიმე ადამიანი, ჰექსეტი იყო, რა თქმა უნდა, მინისტრი ამ ომისა და სხვები და აი იქ იყო ეს საუბარი და ნეტანიაჰუ იყო, ასე ვთქვათ, შეუვარი, რომ ჩვენ თუ ამას ახლა გავაკეთებთ, ეს არის ყველაზე კარგი მომენტი და ჩვენ მივახცევთ რეჟიმის შეცვლას და რეზა ფეხლების დასმას აიათოლების ნაცვლად. და საინტერესოა, რომ ესე იგი ჩანს, რომ თავისთავად ლაპარაკობენ. რუბიომ ამას უწოდა სისულელი, აბსურდი, bullshit თქვა. არავითარ რეჟიმის შეცვლა არ იქნება. იგივე უთხრა რამდენიმე ადამიანმა, ჰექსეტმა არა, ჰექსეტი რა თქმა უნდა მომხრე იყო. გარდა ამისა, გაერთიანებული შტატების უფროსმა უთხრა ტრამპს, რომ უნდა იცოდეთ, უბრალოდ იცოდეთ, რომ იმდენი სამიზნე იქნება გასანადგურებელი, რომ ამის მარაგი არ არსებობს და ჩვენ სწრაფად ამ მარაგს ვეღარ შევავსებთ. ანუ არ არის ჯერ გადასული ქვეყანა ომის რეჟიმზე, როცა უკვე სერიული წარმოება მიდის ამ რაკეტების და სხვა საჭირო ამუნიციის, ჭორბების და ასე შემდეგ და ვერ შეავსებ. რაღაც მომენტში უკვე გაგიჭირდება ასეთი მასობრივი დაბომბვა. მიუხედავად ამისა, ტრამპი აშკარად დარწმუნებულია, რომ მადუროს ტიპის ოპერაცია იქნება. ხო გამოვიყვანა და ასე შემდეგ და ამით იწყება ეს ყველაფერი. და თან იმის იმედი გქონდათ ჩაგერთვებით, რომ ჩვენ ნახეთ მანამდე რა უწუხდა ამ ყველაფერს, არეულობა, რეპრესიები და რაღაც მთელი ამბები და იმედი გქონდათ, რომ თვითონ მოსახლეობა მიიღებდა მონაწილეობას რეჟიმის ჩამონდებაში. ამ დროს ელემენტარული რამ არის, რაც ვებერთელა გამოცდილებით, ასე ვთქვათ, ვკიცდება, სოფლიო გამოცდილებით, რომ როგორი გამწარებულიც არ უნდა იყოს მოსახლეობა, თუ იწყება დაბომბვა განსაკუთრებით აი ესეთი უკვე დაბომბვა, იწყება მოსახლეობის ეს არის იდენტობის ფაქტორი და ეს არის თვით ნახეთ გაერთიანებული ირანი. ერთიანდება დროშის გარშემო. ეს გაერთიანება მყარი არ არის. აი რო წარმოვიდგინოთ, რომ საერთოდ დაანებეს ირანს თავი, ხო? რა თქმა უნდა, ეს გამწარება და ის რომ ეს არის უკვე ფუნქცია დაკარგული ქვეყანა იმ მხრივ, რომ ჰიპერინფლაცია იყო და იქნება. არ მუშაობს არაფერი ამ რეჟიმის ხელში და ეს ნაწილი მოსახლეობის არსებობს. მაგრამ რა ხდება? ხდება ის, რომ ჩინეთიდან მთელი ამ ხნის განმავლობაში არამედ უწყვეტი ნაკადია ჰუმანიტარული დახმარებისა, არამედ როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ჩინეთი აწვდიდა და აწვდის რაკეტების მაკომპლექტებელ ნაწილებს. ტრამპს რამე ამოუღია ამაზე ხმა? ჩინეთისთვის საყვედურიო თქვამს არა. რუსეთი და ეს გამოქვეყნებულია, მაშინათვე შეუდგა თავისი ამ თანამგზავრების სისტემით და ასე შემდეგ სამიზნეების დაზუსტება და მიცემა ირანისთვის. და ხო ვნახეთ, რომ ბოლო დროს გაიზარდა მათი სიზუსტე, არ მუშაობს, საერთოდ არ მუშაობდა თავიდან საერთაშორისო დაცვა. მართლა არ მუშაობდა, ვერტფრენები დაფრინავდნენ და ვერ ფსეროშებოდნენ. ბოლო დროს 1-5 ვერტფრენი უცებ ჩამოაგდეს, 2 თვითნავი ჩამოაგდეს, ჯამში 7 თვითნავია დაზიანებული ის რომ ვეღარ იფრენს. და აი ეს პროცესები დაიწყო, ანუ არა დაღმავალზე, არამედ ესე და ვერც პუტინს ვერ უსაყვედურა ტრამპმა. ერთადერთი რომ პუტინმა უთხრა, კი მაგრამ თქვენ ხო უკრაინას აძლევთ სამიზნეებს, შეწყვიტეთ და მეც შევწყვიტო.
ამით დასრულდა, რომ სულ სხვანაირად წარიმართა სურათი, ვიდრე ეგონათ და ნეტანიაჰუს არ ეგონა. ნეტანიაჰუზე იმ სიტუაციურ ოთახში ვიღაცები მუთხრეს ტრამპს მისთან დასწრებით, რომ ისრაელი ყოველთვის ბერავს სიტუაციას უკეთეს საჩენს თავისთვის ვიდრე უნდა, იმიტომ რომ მათ უნდა ჩვენი ჩართვა და ჩვენი ხელით ამის გაკეთება. ეხლა ისრაელმა პირდაპირ ვთქვათ, ესე იგი ირანს მიადგა ვეებერთელა ზარალი. განადგურებულია არა მარტო, ასე ვთქვათ, კადრები, იგივე აიათოლას შემადგენლობა სამდელოებისა, არამედ ძალიან ბევრი მეთაური ლიკვიდირებულია და გარდა ამისა, იმდენი ინფრასტრუქტურა, ქარხნები, ფაბრიკები, რაც კი მუშაობდა მასზე, ეს არის ქცეული, ასე ვთქვათ, ნანგრევები. საუბარი 100 მილიარდზე მეტ ზარალზეა ამ ეტაპისთვის. და ამის აღდგენა მალე ვერ მოხდება ვერანაირად, ვინც არ უნდა ეხმარებოდეს და ისრაელში არის ასე ვთქვათ, მიდგომა და მენტალიტეტი. ამას ისრაელში უწოდებენ კიდევ ერთხელ მალახის მოცივებას. ანუ ირანი, რომელიც მართლა ეგზისტენციური მუხარაა ისრაელისთვის, გამოცხადებული აქვს, კი არ მალავენ აიათოლები. ესე მივახსოვთ იმას, რომ ისრაელი არ იარსებებს. აი რას ტრამპმა თქვა ირანს. საერთოდ ებრაელი ხალხი იყოს და იცხოვროს არვეშით, მაგრამ სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს ამ ტერიტორიაზე. ეს არის აიათოლების ირანის პოზიცია განსხვავებით არაბებისგან. ხო და აი ეს კარგა ხანი გადავადდა. ამას კარგა ხანი ვერ მიაღწევენ. გასაგებია, ბატონო პეტრე, როგორ იმოქმედებს ეს პროცესი დანარჩენი მსოფლიოსთვის? ჩვენ ვნახეთ, რომ რაღაცა პოზიტიური ძრები იყო ბირჟებზე, $100 ჩამოწდა. კი, ეს იყო თვითმფრინავი ნავთობი. როგორ ფიქრობ, დაუბრუნდება რეგიონი ომამდელ წესრიგს თუ მაინც იქნება გარკვეული ცვლილებები? გამორიცხულია ჯერთი ეს არაბეთის ქვეყნებმა, რომელიც ესე დაზარალდნენ, რომ ირანი ბომბავდა მათ პირდაპირ. და მათ შორის ბომბავდა უკვე ნავთობგადამუშავებელ ობიექტებს არაბეთის ქვეყნებში. ანუ არაბეთის ქვეყნებისთვის ახლა რაღაცა თანაცხოვრება ირანთან უკვე გახდა პრობლემა. ისიც ცნობილია და გამოქვეყნებულია, რომ საუდის არაბეთის პრინცესეს მოხამედ ბენ სალმანი ისიც თხოვდა ტრამპს, რომ დაარტყი ირანსო. აღარ შეიძლება უკვე ესეთი ჩვენი ერთად ყოფნა. და ეხლა არაბულ ქვეყნებში არის ეს განწყობა, რომ ადრე თუ გვიან ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. რა თქმა უნდა, ცივილიზაციას არავინ არ ერშის, მაგრამ ის რომ დაბრუნდეს ეს თქვა პირველ ეტაპზე ეს ფეხლები თუ ვინც არის და ხალხმა უნდა გაიმარჯვოს, ვინც კი პროტესტებით გამოდის. ეს არაბეთის ქვეყნებში არავინ აღარ არის აიათოლების მომხრე. არც ადრე ყოფილა, მაგრამ ეხლა ეს გამოიკვეთა როგორც ის, რომ გადასაწყვეტი პრობლემაა. არავინ რა თქმა უნდა არ ამართლებს შეერთებულ შტატებს. ყველას ისიც მინდა ვთქვათ, რომ ძალიან დიდი ზარალი მიადგათ. მთელ არაბეთს, იმიტომ რომ ფასები გაიზარდა. 45-ად ჩაიკეტა და რაც თავარია, ის ინფრასტრუქტურა მიწასთან არის გასწორებული. ბევრგან და ის ვთქვათ, ღონისძიებები რაც დაგეგმილი იყო. დაწყებული ტენისის სამსოფლიო მატჩი, ყველაფერი ეს გაუქმებულია. ავიაკომპანიებმა, მათ შორის British Airways, საერთოდ გააუქმეს ფრენები წლის ბოლომდე. ანუ ის რო ყვაოდა და ასე წინ იყო და თავისი საოცარი ტურისტული და ამ ნაგებობებით მთელ მსოფლიოს აკვირვებდა, ესენი ხლა რჩებიან ახლა აი ამ საომარ მდგომარეობაში და ძალიან წამგებიან სიტუაციაში. ასე რომ იქნება პროცესები. იქნება პროცესები და აი ნახოთ როგორ წარიმართება. ანუ პროცესები იქნება მშვიდობიანი პროცესები, მაინც თუ შესაძლოა ჩვენ ესკალაციას ველოდოთ კიდე. პირდაპირ ესკალაციას ალბათ არა, მაგრამ აი მობილიზაცია, გარკვეული კავშირების შეკვრა, საუდის არაბეთს აქვს ვეებერთელა შეიარაღება, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსოფლიოში, ნაყიდი და ასე შემდეგ. ანუ აი უკვე სულ სხვა ურთიერთობა იქნება მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდა და ბევრი რამე გაშიშვლდა. რომ ირანს მართავენ ფანატიკოსები, რომლებიც წამსვლელები არიან ყველაფერს. მათ შორის მთელი რეგიონის ცეცხლში გახვევაზე, არავის არ დაენდობენ. სხვა შორის პეზეშკიანმა თქვა, რომ ჩვენმა დიდმა წამებულმა ლიდერმა თავისი სიცოცხლის და სისხლის ფასად მოიპოვა ეს გამარჯვება ჩვენთვის ირანისთვის. და ეს არის სამარაჯამო გამარჯვება. აწი ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებით ყოველთვის, ანუ შევიკარით ხალხიც და სამდელოებას, რაც ტყვილია.
რაც წვილია, მაგრამ აი როცა ეს ყველაფერი ქვეყნდება, ამას ხედავენ, აი კიდე ერთის თქმა მინდა, როდესაც ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოაცხადა მთელი მსოფლიოსთვის, რომ გარღვევა მოხდა, მივაღწია ძალიან კარგ შედეგს მოლაპარაკებებში, სანამ დაიწყებოდა ოპერაცია. კი. და უკვე ორი მხარე, ასე ვთქვათ, თან ხდება ბევრ რამეზე. ეს მან გააკეთა შეერთებული შტატებისთან და ირანთან შეთანხმებით. ორივე თანახმა იყო. აი ეს რო გააკეთა ტრამპმა დაარტყა. აი ეს, ასე ვთქვათ, არის ესეთი რაღაცა, რაც აი მოქმედებს ძალიან მსოფლიოს ყველა ლიდერზე და ელიტებს, რომ ადამიანს შეუძლია გითხრას, რომ ერთი რაღაცა და მეორე დღეს გააკეთა სულ სხვა რამ. რაც ახლაც გააკეთა. არავითარი გადავადება, არა, მორჩა და გათავდა. შეასრულა პირობები ახლავე, სანამ ამოიწურება დრო, თუ არა ვშლი ცივილიზაციას, ქვაქვაზე არ დარჩება და ცივილიზაცია არ დარჩება, წარმოიდგინეთ. გასაგებია, ბატონ პეტრე, ჩვენ ყველა გადაცემის მერე ესე ვასრულებ ხოლმე, ერთი გადაცემა არ გვქნის ისეთი სერიას თემები და ძალიან საინტერესო თქვენი ანალიტიკა და თქვენი შეფასებები. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, კიდევ გქონდა ძალიან ბევრ თემაზე დღეს სასაუბრო, თუმცა შეემდა და ჩვენ და სამწუხაროდ აღარ გვაძლევს დროს. სულ ფიქრობ ამაზე. აი ეხლა რო შეერთებულ შტატებში, ისტაბლიშმენტში, ყველა ეტაპზე, კონგრესი, სენატი, ყველა ასეთი მდგომარეობაა. ის რომ ჩამოვა დელეგაცია, ეხლა ჩამოდი დელეგაცია. დიახ. ის რომ აგერ რუბიომ დარეკა, მე ვიღაცა ჩამოვიდა ანაკლი ახსენა. ნურავის ნუ ექნება ოპტიმიზმი ამის მიმართ. ჩვენმა პარტიამ ეს გამოაცხადა კიდევაც. გამორიცხულია, მე მაგალითად დარწმუნებული ვარ ის წამოდანი ანაკლს ახსენებდა, მხოლოდ იმიტომ რომ ჩინეთი არ შეუშვათ. და თვითონ ხო არ შემოდიან ამერიკელები ცოცხალი თავით. ეს ცნობილია, კაპიკს არ დადებენ. და ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ქოლგაც კი საკმარისია, რომ პუტინმა არ შეუშალოს ხელი ამას. ეს არის რეალობა. გასაგები არის, ჩვენს მაყურებელს შევახსენოთ, რომ ბატონი პეტრე გარდა იმისა, რომ ჩვენთან ანალიტიკოსი მობრძანდება ხოლმე, ის ბრძანდება ერთი ნეიტრალური საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ მშვიდობა ვისურვოთ ჩვენს რეგიონში და მსოფლიოშიც. მოგილოცავთ კარგთან მოახულებულ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელიც რამდენიმე დღეში შემოგზავნება და მადლობას გადაგიხდით კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. დავამშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებელსაც, შევხვდებით ხვალ გადაცემაში პოლიტიკური პოსტი. მადლობა რომ გვიყურეთ.